მოგესალმებით, ბრუნდება ობიექტივი პირდაპირ ეთერში გადაცემით საუბრები ეკონომიკაზე, მე გადაცემის წამყვანი თარანგურიძე ვარ. დღეს ჩემი სტუმარია ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე. ნოდარ, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ჩვენთან მოხვედი. ნოდარ, ბორო პერიოდია საკმაოდ აზრთა სხვადასხვაობაა ქართულ ვალუტასთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ღირებულება დოლართან მიმართებაში თითქმის ყოველდღიურად ეცემა და პრაქტიკულად ბოლო რამოდენიმე წლის რეკორდიც კი მოხსნა ლარმა. როგორ ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი? გეკითხებით, იმიტომ რომ ექსპერტების და ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის ხელოვნურად წარმოქმნილი გარკვეული სახის პრობლემა, რომელიც რაღაც პერიოდში გამოიყენება ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად, ხოლო სახელმწიფო მართლობის და უფლებამოსილი პირების პოზიცია, რომ ეს არის ლარის კურსის საბაზრო ღირებულება განსაზღვრავს და ბაზარი არეგულირებს. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის რეალური მიზეზი? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები ობიექტივის მაყურებლებს და მსმენელებს. დიდი მადლობა მოწვევისთვის ამ გადაცემაში. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას და იმ მოვლენებს, რომელიც ბოლო პერიოდში ლარის კურსთან მიმართებაში ვითარდება. პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით, რომ თუნდაც ერთი თვის წინ, როდესაც დაიწყო ამ თემაზე აქტიურად ლაპარაკი, მაშინ იყო საუბრები, რომ ეს იყო უსაფუძვლოდ აგდებული, ასე ვთქვათ, თემა, უსაფუძვლოდ გაბერილი თემა და არ იყო არანაირი პანიკის საფუძველი, თუმცა გავიდა დრო და ლარის კურსმა ლარმა დოლარის მიმართ კვლავ განაგრძო გაუფასურება და დღეს უკვე 75-იანი ნიშნული დაძლია, თითქმის 76-ია, 1.76 და დღეს უკვე აბსოლუტურად ობიექტური ვიქნებით, ალბათ ჩემი აზრით, თუ ვიტყვით, რომ უკვე რაღაც მსგავსი ტენდენცია და თითქმის ორთვიანი, უფრო მეტი ხანია რაც ეს პროცესი მიმდინარეობს, მეტნაკლები ძალით, ასე ვთქვათ, უკვე გარკვეული პანიკის ნიშნები შეიძლება მართლაც წარმოიშვას, რაც ბუნებრივი არასახარბიელოა და ლარის მიმართ ნდობას, რომელიც არც თუ ისე მაღალია, თუ დაბალი არა, კიდევ უფრო დაბლა დაწევს, რაც ნამდვილად არ არის კარგი. პლუს ამას ისიც, რომ წარსული არც თუ შეორეული პრაქტიკა და მწარე გამოცდილება კარგად ახსოვს მოსახლეობას, როდესაც მსგავს პროცესებს ჰქონდა ადგილი და ნებისმიერი ასეთი ცვლილება და მით უმეტეს უკვე 2-3 თვე ეს პროცესი როცა მიმდინარეობს, მოსახლეობაში აღვიძებს იმ მწარე გამოცდილებას და ეროვნული ვალუტის მიმართობა კიდევ უფრო ეცემა. რაც თავის მხრივ წარმოშობს მოლოდინს, რამაც შეიძლება ეს პროცესი კიდევ უფრო გააღრმავოს და დააჩქაროს. რაც შეეხება მიზეზებს. აქ ბუნებრივია ამ თემის კომპლექსურობიდან გამომდინარე მიზეზებიც არის მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი. დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას, რომელთაც ლარის პირიქით გამყარება უნდა გამოეწვია წლის განმავლობაში, ამ გულისხმობ 2013 წელს. ზოგიერთი მონაცემი ბუნებრივია არ არის წლიური მაჩვენებელი, თუმცა 10 თვეს ასახავს, რაც ანალიზისთვის სრულიად საკმარისია. რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრი შეიცვალა იმ მიმართულებით, რომელიც ლარის კურსზე დადებითად უნდა ასახულიყო, ანუ მის გამყარებაზე უნდა ასახულიყო. პირველი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ექსპორტის ზრდა, რომელიც იმპორტზე წინწვრები ტემპით გაიზარდა 2013 წელს და გასულ წელთან შედარებით საკმაოდ ისეთი სოლიდური 20%-იანი ზრდაც დაფიქსირდა ექსპორტის მიმართულებით, რაც ბუნებრივია ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ამ გზით შემოვიდა დამატებით უცხოური ვალუტა, რაც ლარის სიმყარეზე უნდა ასახულიყო. არის იგივე სხვა მიმართულებები, თუნდაც იმპორტის შემცირება, მცირედი დოზით, თუმცა მაინც შემცირება 2012 წელთან შედარებით. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნიდან უფრო ნაკლები თანხა გავიდა იმპორტზე, ანუ იმპორტის შესასყიდად 2013 წელს ვიდრე 2012 წელს. არის კიდევ ერთი საინტერესო მაჩვენებელი, ეს არის დეპოზიტების ცვლილების დინამიკა, ანუ თუ გადავხედავთ 2013 წელს
ადგილობრივ ვალუტაში დეპოზიტები გაიზარდა დაახლოებით 40%-ით, მაშინ როდესაც უცხოური ვალუტით დეპოზიტების ზრდა იყო თითქმის ორჯერ ნაკლები. ანუ მიმოქცევიდან დეპოზიტებზე გადაინაცვლა და უფრო მეტმა ადგილობრივმა ვალუტამ, ანუ ლარის მასა საბოლოო ჯამში შემცირდა, რაც ასევე დადებითად უნდა ასაყოლიყო ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარეზე. იყო კიდე სხვადასხვა ფაქტორები, იგივე ინვესტიციების ზრდა, რომელიც არ იყო რაღაც თვალსაჩინო და მკვეთრი მატება წინა წელთან შედარებით, თუმცა მატება დაფიქსირდა, რასაც ასევე უნდა ემოქმედა ლარის გამყარებაზე. რაც შეეხება მეორე მხარეს, ანუ მაგრამ რატო ვერ იმოქმედა თუ უნდა ემოქმედა? ხო, აი, ეხლა ვეცდები ჩავთვალო მეორე, ანუ სასწორის მეორე ხარეზე განთავსებული ფაქტორები, რომლებსაც საპირისპირო ზემოქმედება უნდა ჰქონოდათ, ანუ პირიქით სტიმულირება მოეხდინათ ეროვნული ვალუტის გაუფასურების. მნიშვნელოვანია ის, რომ ეროვნული ბანკის მიერ შესყიდული იქნა უცხოური ვალუტა დაახლოებით 600 მილიონ დოლარამდე, 575 მილიონი დოლარი, უფრო ზუსტი რო იყო ამ შემთხვევაში, ხოლო გასაყიდად მისგან უცხოებისგან გამოტანილი იქნა თუ არ ვცდები 240 მილიონი. ანუ მიმოქცევიდან ეროვნულმა ბანკმა ამოიღო უფრო მეტი უცხოური ვალუტა და აგრეთვე კიდე ერთ ფაქტორზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ეს არის ეკონომიკის დაკრედიტება. ანუ ამ შემთხვევაში რა ტენდენცია იყო ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტების შემთხვევაში და რა ტენდენცია უცხოური ვალუტით დაკრედიტების შემთხვევაში. ისევე როგორც დეპოზიტების შემთხვევა განვიხილე, აქაც სესხები ადგილობრივ ვალუტაში გაიზარდა გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით ვიდრე უცხოურ ვალუტაში, ანუ ბაზარზე მოხდა ადგილობრივი ვალუტის უფრო მეტი შემოდინება. ანუ ეკონომიკაში მარტივად რომ ვთქვათ, საბანკო სექტორის მხრიდან ჩაეშვა უფრო მეტი ადგილობრივი ვალუტა, რამაც ბუნებრივია მისი მიწოდება გაზარდა და უნდა ასახულიყო, ანუ მისი ზემოქმედება ეროვნულ ვალუტაზე უნდა ყოფილიყო მისი გაუფასურების მიმართულებით. ეხლა როგორი იყო იმ ფაქტორების წონა და რომელსაც ვალუტის გამყარება უნდა გამოეწვია და მეორე მხრივ იმ ფაქტორების, რომელსაც მისი გაუფასურება უნდა გამოეწვია, მე ვფიქრობ, ნაცვლად ჩანს უკვე დღეს არსებულ ვითარებაში და ეს ვითარება არის შემდეგი, რომ წლის დასაწყისთან შედარებით ლარი არის უკვე შეიძლება ითქვას, რომ საგრძნობლად გაუფასურებული, თუ მაგალითად შარშან იანვარში $100 ვიყიდით 24 ლარს დაახლოებით 164-ია და ეხლა უკვე 176 ლარამდეა გაუფასურებული, რაც უკვე ვერ ვიტყვით, რომ არის მცირე მასშტაბიანი ცვლილება. რაც შეეხება იმ საკითხს, რომელიც თქვენ ახსენეთ, არის თუ არა ეს მიზანმიმართული ქმედება, ჩემი აზრით ეს არ არის მიზანმიმართული ქმედება, თუმცა არის თუ შეიძლება ასე ვთქვათ, მიზანმიმართული თავის შეკავება იმაზე, რომ ეს არ მომხდარიყო, იმიტომ რომ ეროვნულ ბანკს გააჩნია შესაბამისი რესურსი იმისათვის, რომ ეს კურსი დაეტოვებინა იმ ნიშნულზე, ან მომხდარიყო მნიშვნელო ცვლილება, რა ნიშნულიც ფიქსირდებოდა და სხვადასხვა საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკვეთრი გადახრა არსებული დონიდან არ მომხდარა. რამდენად მიზანშეწონილი იყო ეს ნაბიჯი ეროვნული ბანკის მხრიდან, ეს უკვე სულ სხვა თემაა. მე მინდა ვთქვა ცალსახად, რომ ეროვნულ ბანკს შეეძლო, რომ კურსი შეენარჩუნებინა იმ დონეზე, რა დონეზეც ის იყო დაფიქსირებული პერიოდების განმავლობაში. კიდევ ეხლა დაიწყო სწორედ გატარება ეროვნულ ბანკმა, გამოუშვა 40 მილიონი დოლარი ბაზარზე გასაყიდად. როგორ ფიქრობ, მსგავსი ქმედებები ეროვნული ბანკისგან რამდენად იმოქმედებს? რამდენად არის ეს გამოსავალი? ძალიან საინტერესო საკითხია და ანუ საბოლოო ჯამში რამდენადაც მე ვიცი, უკვე ანუ 1 იანვრიდან დღემდე ჯამში გამოვიდა ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 100 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტა
რაც ასე ვთქვათ, დროის ასეთ პერიოდში საკმაოდ დიდი ინიექცია ეკონომიკაში, ფულად ბაზარზე, მაგრამ რიჭერს ლარის კურსს და მინდა შევეხო ერთ ძალიან საინტერესო საკითხს და ეს საკითხი ისევ და ისევ უკავშირდება იმ მოლოდინებს და გაურკვევლობას, რომელიც ამ გაუფასურებამ და კურსის ცვლილებამ დანერგა მოსახლეობაში. მე მინდა ვთქვა ასეთი რაღაცა, რომ პირობითად მაგალითს მოვიყვან და არა კონკრეტულ მაგალითს არსებული სიტუაციიდან, ეროვნულმა ბანკმა მაგალითად მოხდა კურსის ეროვნული ბანკის მხრიდან მოხდა პირობითად ვიძახ $500 მილიონი შესყიდვა, ანუ ამოღება, რომელიც მოაკლდა ფულად ბაზარს და ეს აისახა კურსზე, ანუ ლარი გაუფასურდა დოლარის მიმართ, მაგრამ ეს 500 მილიონი ისე უკან რომ ჩააბრუნოს, ასე ვთქვათ, ეროვნულმა ბანკმა, კურსი ვეღარ დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რა ნიშნულიც მანამდე იყო და შევეცდები განვმარტო მარტივად ამის მიზეზიც. მაგალითად რომ ვთქვათ, ვართ საწყის პოზიციაში, ეროვნულმა ვალუტამ დაიწყო გაუფასურება, ხალხში გარკვეული პანიკა შეინიშნება, ანუ ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტა მიმოქცევიდან ამოიღო და ხალხი მასობრივად ცდილობს, რომ როცა აკვირდება, რომ ყოველდღიურად ეროვნული ვალუტა უფასურდება, თუ მას გააჩნია რაიმე ნაღდი ფული ან დანაზოგი ან რაიმე სახის რესურსი ეროვნულ ვალუტაში, რაც შეიძლება სწრაფად გადაცვალოს უცხოურ ვალუტაში, გამომდინარე იმ ტენდენციიდან, რა ტენდენციაც ბაზარზე არის. აქედან გამომდინარე, როცა ეროვნული ბანკი უკვე ისევ დაიწყებს დოლარის დაბრუნებას, დოლარის მასის დაბრუნებას ფულად ბაზარზე, ის მყისვე ვერ შეაჩერებს კურსის ვარნას და პლუს ამას ის პროცესი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მოსახლეობამ დაიწყო უცხოური ვალუტის შესყიდვა, ასე ვთქვათ, გაგრძელდება, ანუ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა იქნება მკვეთრად გაზრდილი. ამდენად ეს ნაბიჯები, რომელიც გადადგმას ახლა ეროვნულმა ბანკმა დაიწყო, ანუ ნაკლებად მოთხოვნადი იქნება მაინც ამ ეტაპისთვის. ამ ეტაპზე, ამ ბოლო თვეების გამოცდილებიდან გამომდინარე, მაინც ხალხი ალბათ ყოველ შემთხვევაში გარანტირებულად ვერ ვიტყვი, მაგრამ მიდრეკილება გაიზარდა ყოველ შემთხვევაში უცხოური ვალუტის მიმართ და იმ ცვლილებამ, რომელიც ამ დღეებშიც მიმდინარეობს, ნდობა ადგილობრივი ვალუტის მიმართ, ჩემი აზრით შეასუსტა და გაზარდა მოთხოვნა უცხოური ვალუტის მიმართ, რაც ასევე ნეგატიურად აისახება ლარის კურსზე დოლარის მიმართ და ეროვნული ბანკის მიერ უკვე შემოbrunებული პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს უცხოური ვალუტის მიწოდების გაზრდას, ვეღარ იქნება იმდენად ასე ვთქვათ, კორელაცია ვეღარ იქნება იმდენად ძლიერი, როგორც საპირისპირო შემთხვევაში იყო. ჩემი აზრი ყოველ შემთხვევაში ასეთია, რომ ეხლა ეროვნული ბანკის ნაბიჯები საწყის და იმ პოზიციაში დაბრუნებას, რა პოზიციაში თუნდაც 3-4 თვის წინ იყო გაცვლითი კურსი, გაცილებით მეტი ძალისხმევის დახარჯვა მოუწევს ეროვნულ ბანკს. არა მარტო ძალისხმევის, არამედ თავისი რეზერვებისაც. ნუ და ხوار დააგვიანა ამ უცხოური ვალუტის შემოშვება ბაზარზე. როგორ ფიქრობ ეროვნულ ბანკმა? თუ მაინც ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ თუმცა ტენდენცია თითქმის 2 თვე მიდიოდა ლარის დაცემის. კი, ტენდენცია მიდიოდა, სახელდებოდა სხვადასხვა ფაქტორებით. ალბათ, ჩემი აზრით, არ ვიცი ეს ვინ ჩათვალა, ასე ვთქვათ, სწორად, ობიექტურად ის, რომ ეს იყო გამოწვეული სეზონური ფაქტორებით, იმიტომ რომ ჩემი აზრით ის ცვლილებები, რაც განსაკუთრებით დეკემბერში განიცადა ლარის გაცვლითმა კურსმა, ჩემი აზრით, მაინც სეზონურობის თემის გარდა კიდევ იყო დამატებითი ფაქტორების ზემოქმედების ბრალი, რაც შეეხება ხა რამდენად დროული იყო ეროვნული ბანკი იმ ფონზე, როდესაც ბოლო წლების თითქმის 2 წელი დეფლაციური პროცესები ვითარდებოდა და ბოლო 2 თვეა უკვე რაც დადებითი ნიშნული შეიძინა მაჩვენებელმა ამ პროცესების ფონზე ნებისმიერ შემთხვევაში ვალუტის მიწოდების გაზრდა დამატებითი სტიმული იქნებოდა ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით ახლა იგივე სხვადასხვა მაჩვენებლები რო ავიღოთ მონეტარიზაციის დონე ეკონომიკაში, ეკონომიკის საკმაოდ დაბალია და პლუს ამას დეფლაციური პროცესების ფონზე შეიძლებოდა რომ რაღაც მასტიმულირებელი ზემოქმედება ეროვნული ბანკის მხრიდან ამ მიმართულებით განხორციელებულიყო
და ორივე მიმართულებით იქნებოდა ეს ადგილობრივი ვალუტა თუ უცხოური ვალუტა ეროვნულ ბანკს გააჩნდა გარკვეული რეზერვი და რესურსი იმისა, რომ კურსიც ასე ვთქვათ, კურსის ისიერი და მკვეთრი ცვლილების თავიდან აცილების გზით და გათვალისწინებით დამატებითი ფულადი მასების შემოაშვა იმგვარი თანაფარდობით, რომ კურსზე მას რაღაც მკვეთრი ზემოქმედება არ ქონოდა და პლუს ამას ეკონომიკას გარკვეული ბიძგები და სტიმულები მიცემოდა. ამდენად ეხლა უკვე ეს ნაბიჯები, უცხოური ვალუტის გამოტანა და გაყიდვა, რამდენად დროულია, ყოველ შემთხვევაში შედეგს გამოიღებს, მაგრამ საკითხავია უკვე ეს შედეგი რამდენ ხანში დადგება. მე ეჭვი მეპარება, რომ იმავე პერიოდში დაუბრუნდეს საწყის ნიშნულს, რა პერიოდშიც საწყის ნიშნულიდან მოვიდა დღემდე ეს კურსი. მიუხედავად იმისა, რომ ლარი განაგრძობს დაცემას დოლართან მიმართებაში, პრაქტიკულად ინფლაცია არის ძალიან უმნიშვნელო ცვლილება ინფლაციურ მაჩვენებელში. როგორ ფიქრობ, ეს ორი ფაქტორი ერთმანეთზე რამდენად ზეგავლენას ახდენს და რამდენად კანონზომიერია ეს პროცესი, რაც ხდება? ერთის მხრივ ლარი მიდის ქვემოთ, ხოლო მეორეს მხრივ ინფლაცია პრაქტიკულად ერთ ადგილზე დგას. გეკითხებით იმიტომ, რომ ხშირად მოსახლეობაში ძალიან არეულია ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხალხი ფიქრობს, რომ რახან ლარი უარესდება, ესე იგი ინფლაცია მიდის. ესეთი ფაქტორი წარსულიდან ჰქონდა ჩვენ, იმიტომ რომ შესაძ პირდაპირ აისახებოდა ლარის დაცემა ინფლაციას. შესაბამისად, საზოგადოებაში არის ძველი გამოცდილება და ამ გამოცდილებით აზროვნებს დღესაც. რამდენად არის ეს ორი ფაქტორი ერთმანეთზე ურთიერთზემოქმედი? მოგახსენებ ჩემ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია ისეთი სავაჭრო ბალანსის მქონე ქვეყანაში, როგორც საქართველოა, სადაც ადგილობრივი მოხმარების ძალიან დიდი ნაწილი დაახლოებით 75%-ის ფარგლებში არის სწორედ იმპორტირებული პროდუქცია, ბუნებრივია კურსის ნებისმიერი ცვლილება აისახება საბოლოო ჯამში ფასებზე, ვინაიდან ეს როგორც ვახსენე, პროდუქციის დიდი ნაწილი არის სწორედ გარედან შემოტანილი, ასე ვთქვათ. ეს მერყეობაც კურსის, რა თქმა უნდა, თავის ზეგავლენას პოვებს ფასებზე და ეს ტენდენცია უკვე ნელ-ნელა აისახება ფასების დონის ცვლილებაში. თუ შევადარებთ იმ პერიოდს, რა პერიოდშიც, პერიოდის დასაწყეს, როდესაც ლარის გაუფასურების პროცესი დაიწყო დოლართან მიმართებაში და იმავე პერიოდიდან ჩვენ შევნიშნავთ, რომ ინფლაციური ფასების ცვლილების ტრენდი წამოვიდა, ასე ვთქვათ, მაღლა, დაძლია ის უარყოფითი დეფლაციური მომენტი. ნულოვანი მაჩვენებელი დაძლია, მე ვახსენე, რომ თითქმის 2 წელი ნულს ქვემოთ იყო, რამდენიმე თვარსები 1-2 შემთხვევა იყო ორ თვეში, როდესაც გადალახა ნულოვანი მაჩვენებელი, თუმცა ძალიან მცირედით. და აი ამ პერიოდიდან, როდესაც დაიწყო ვალუტის გაუფასურება, ეროვნული ვალუტის ეს ტრენდი წამოვიდა ზევით, გადალახა ნულოვანი მაჩვენებელი და თუ არ ვსწრები, ბოლო სტატისტიკით, რომელიც დეკემბრის თვეს ასახავს გასული წლის. 1 და რაღაც იყო როგორც ხსოვს. 1%-იანი ნიშნულიც გადაილახა და ჩემი აზრით ეს შემოbrunება რაღაც სტიმული იქნება ეკონომიკისთვის, ბიძგის მიმცემი იქნება, თუმცა ამ შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, როდესაც დეფლაციას და ინფლაციას შორის კეთდება არჩევანი, ზოგადად ვიძახით და არა კონკრეტულ რაღაც ციფრებს, ერთ შემთხვევაში დეფლაციის დროს ზარალდება ბიზნესი, მაგრამ ასე ვთქვათ, გარკვეულ ერთჯერად სარგებელს იღებს მომხმარებელი, საბოლოო ჯამში ბიზნესის დაზარალება მაინც ნეგატიური მოვლენაა და ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად აისახება, ხოლო როდესაც გვაქვს ინფლაცია, ფასების დონის ზრდა, მოკლევადიან პერიოდში ეს ბიზნესისთვის უფრო მისაღებია. ამ ორ მიმართულებას და ამ ორ მხარეს შორის ოპტიმალური არჩევანი, ჩემი აზრით, მაინც უნდა გადაიხაროს ზომიერი ინფლაციისკენ, ვინაიდან ზომიერი და სტაბილური, რაღაც დროის განმავლობაში შენარჩუნებული იქნეს, ვინაიდან ეს გათვლებისთვის, როგორც ბიზნესის მხრიდან, ისე მოსახლეობის მხრიდან უფრო კარგი იქნება და
უფრო სტაბილურობის რაღაც ნიშნების შეძენა კარგი იქნება. და პლუს ამას ბიზნესის განვითარება უნდა იყოს უპირველესი ამოცანა, ვინაიდან საბოლოო ჯამში სწორედ ბიზნესის განვითარებას მოაქვს კეთილდღეობა და არა პირი. ვალუტის თემას შეიძლება ითქვას ექსპორტიორებს უფრო აწყობთ, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც შემოდის უცხოური ვალუტა უფრო, რა თქმა უნდა, ხა ექსპორტს ასტიმულირებს, თუმცა ამდენად იმოქმედებს განვითარებაზე მაინც პოლიტიკურ გემოვნებაზე ალბათ თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ როცა ხარ ამერიკის შეერთებული შტატები ან იაპონია, როდესაც მსხვილი ექსპორტიორი ხარ, ასე ვთქვათ, ვალუტის გაუფასურება, ეროვნული ვალუტის გაუფასურება უკვე და აბსოლუტურად ღიად და ნათლად მიმდინარეობს დღეს ეს პოლიტიკა მსოფლიო ეკონომიკაში, როდესაც იგივე ამერიკა, იგივე იაპონია მიზანმიმართულ, ანუ ეს არის გაცხადებული პოლიტიკა, მიზანმიმართული პოლიტიკა ექსპორტის ხელშეწყობისთვის, მაგრამ როდესაც ხარ საქართველოს და 75% პროდუქციის გაქვს გარედან შემოტანილი და მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის პროდუქციის ძალიან დიდი ნაწილი მოხმარების 75% ძვირდება, ეს უკვე ნეგატივს გაძლევს სოციალური მიმართულებით. ანუ შეიძლება ილაპარაკო აქ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე და ექსპორტის ხელშეწყობაზე, თუმცა მე სხვა მიმართულებით იღებ ნეგატიურ შედეგს და აქ უკვე დასათვლელია რომელი გადაწონის, ანუ ამ არსებული ტენდენციით კურსის განვითარების მიღებული შედეგები იქნება, ანუ პლუსი უფრო მეტი იქნება თუ მინუსი. ამის ანალიზი უნდა გაკეთდეს ჩემი აზრით და თუ დადგინდება რომ სიტყვაზე ეს გაზრდის ექსპორტს რაღაც მოცულობით ეს გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას, სამუშაო ადგილების შექმნა გამოიწვევს მოთხოვნის სტიმულირებას, მოთხოვნა თავისთავად ფასებზე იმოქმედება, ანუ მთელი კომპლექსი და მთელი ჯაჭვი არის სხვადასხვა ეკონომიკური კატეგორიების და რაღაც ცალკე აღებული ლარის კურსი და ცალკე აღებული ფასები, მხოლოდ ამ ორი ფაქტორის გაანალიზება ამის ცალსახა ანალიზი არის ის და ცალსახა შედეგი, რომ ლარის გაუფასურება გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას. მაგრამ მოდით ვთქვათ ასე, დღეს სახელმწიფოს ან თუნდაც მთავრობას ასე ვთქვათ, რა უფრო აწყობს ის, რომ ქვეყანა განიცდიდეს ლარის დევალვაციას, ანუ ლარის კურსი აცემოდეს დოლართან მიმართებაში, თუ ლარი მყარდებოდეს დოლართან მიმართებაში. ანუ გეკითხებით ამას, იმიტომ რომ იგივე მაგალითად გამოითქვა მოსაზრებები, რომ თითქოს ლარის ეს გრძელვადიანი დაცემა სწორედ ხელოვნურია იმისთვის, რომ შეივსოს ის დეფიციტი, რომელიც დააკლდა ბიუჯეტს გასულ წელს. კიდევ გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები, რომ ვთქვათ, იგივე ბანკები აკეთებენ გარკვეული სახის ოპერაციებს და მათი ლობით ხდება. ანუ გეკითხებით იმას, აი ვის შეიძლება აწყობდეს? შეიძლება ეს იყოს მთავრობის ინტერესებში თუ არ შეიძლება? საკმაოდ ისეთი რთული კითხვა მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ნამდვილად იმდენი ინტერესი შეიძლება ეხებოდეს ამ საკითხს, ანუ შეიძლება ერთ შემთხვევაში აწყობდეს სახელმწიფოს, მაგრამ არ აწყობდეს დაუშვათ ბანკებს, სხვა ინსტიტუტებს, სხვა სფეროებს, ანუ ცალსახად იმის თქმა, რომ აი ეს აწყობს ამ სფეროს და ეს არ აწყობს ამ სფეროს, ჩემი აზრით ცოტა რთული იქნება. რაც შეეხება იმ საკითხს ბიუჯეტის იყო საუბრები სხვადასხვა ამას და ძალიან აქტიურად უკვე გასული წლის მიწურულს, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება ბიუჯეტის შესავსებად. ჯერ ერთი რომ ჩემი აზრით უკვე ძალიან მცირე დრო იყო დარჩენილი წლის ბოლომდე და ამ ცვლილებით კურსის ბიუჯეტში რაიმე არსებული და მკვეთრი ცვლილება რომ და მკვეთრი ნახტომი გაკეთებული იყო შემოსავლების ცვლილების თვალსაზრისით მეეჭვება. მეორე ის რომ რაზე შეიძლება ემოქმედა იგივე ამ კურსის ცვლილებას, ხო, ბიუჯეტზე როგორ შეიძლება ასახულიყო. ერთ-ერთი იქნებოდა მაგალითად იმპორტიდან გადასახადებს გაზრდიდა და ბიუჯეტში ამ მიმართულებით უფრო მეტი თანხა შევიდოდა, ვიდრე თქვა დაგეგმილი იყო, ხო? მსგავსი ლოგიკაც ცოტა საფუძველს მოკლებულია, იმიტომ რომ იმპორტიდან გადასახადის წილი საბიუჯეტო შემოსავლებში არც თუ ისე მაღალი, პირიქით დაბალია, ასე რომ რაღაც მკვეთრ ცვლილებას არც ეს გამოიწვევდა. კიდევ ერთი მიზეზი ამის
და გამანეიტრალებელი არგუმენტი ჩემი აზრით არის ის, რომ თუ მსგავსი პროცესებით ბიუჯეტში გაიზრდება შემოსავლები, ის თუმცა გზავნილები, მცხოვრი გზავნილები საკმაოდ დიდი მოცულობა არის საქართველოს ეკონომიკაში და შესაძლოა ამ თვალსაზრისითაც გარკვეული სახის, ანუ საკმაოდ დიდი შემოსავალი შეიძლება გაჩენილიყო უფრო მეტი მოსახლეობაში, ხო, შესაბამისად, როდესაც უფრო მეტი შემოსავალი ჩნდება, მით უფრო მეტი მიდის ბიუჯეტში გადასახდელები. ნუ ესეც ბუნებრივია მე გამომჩა დასახელების ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ფულადი უცხოეთიდან ფულადი გზავნილების თემა, რომელიც ასევე გასულ წელთან შედარებით უბრალოდ 2012 წელთან შედარებით 2013 წელს საკმაოდ მოცულობით გაიზარდა და ეს ძალიან დიდი ახალწლად უფრო იზრდება ხოლმე ეს გზავნილები. კი, რა თქმა უნდა და ამ მიმართულებით ძალიან დიდი საქართველოსთვის დიდი მოცულობის თანხები შემოდის ფაქტობრივად რამდენიც გვაქვს წლიურად უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი მოცულობა იმაზე მეტი შემოდის ფაქტობრივად გზავნილების სახით მართალია ეს ცოტა დაქსაქსული რესურსია, ანუ არ არის საინვესტიციო რესურსი, წვრილი. ამას ემატება თუნდაც იგივე საპარტნიორო ფონდის თემაც, რომელიც გუშინ გაცხადა, რომ უკვე 1.1 მილიარდის პროექტები თანაინვესტირებს ბოდიში, დიახ, სადაც 1.1 მილიარდის ღირებულების 10 პროექტი დაფინანსდა, ანუ ესაც საკმაოდ დიდი მოსწავლე მე როგორც ანუ რაღაც პროექტებია შერჩეული და რამდენადაც ვიცი ყოველ შემთხვევაში ერთადერთი კონკრეტული მაგალითი ძალიან ზოგადი მაგალითები გაჟღერდა და ერთადერთი კონკრეტული მაგალითი არის თუ არ ვცდები რძის კომბინატის მშენებლობა დასავლეთ საქართველოში, რომელზეც 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება ჯამში, ანუ რაღაც კი საუბარია ამ თანაინვესტირების ფონდზე 6 მილიარდ დოლარზე და 1.1 მილიარდი თუ არ ვცდები დოლარის ღირებულების პროექტები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი რესურსია და ძალიან მოცულობითი რესურსია საქართველოს ეკონომიკისთვის, თუმცა ერთია ამის გაცხადება და მეორე რამდენად სწრაფად დაიწყება ეს პროცესები და რამდენად სწრაფად მოხდება ეს ფული ქართულ ეკონომიკაში, ასე შემაჯამებლად რო ვთქვა და ზოგადად რო ვთქვა, ხო? სათქმელად 6 მილიარდიც ითქვა და გაჟღერდა, თუმცა მეორეა რეალურად რა მოხდება ამ მიმართულებით, ხო? ზოგადად ასევე გამოითქვა ამ სიტუაციიდან ერთ-ერთ გამოსავლად და ეს მოსაზრება საკმაოდ დიდი ხანია საქართველოში არის რომ ვაჭრობიდან დოლარის გამორიცხვა, ანუ ვაჭრობა საქართველოში და ბაზარზე მოხდეს მხოლოდ ლარით. ანუ ასეთი ფაქტორები რამდენად კარგია საქართველოს ეკონომიკისთვის და რა ნეგატივი შეიძლება რომ მოყოს, როგორ ფიქრობ? ამ ფაქტთან დაკავშირებით და ამ მოვლენასთან დაკავშირებით ზოგადად რასაც ქვია ტრანზაქციების მხოლოდ ეროვნულ ვალუტას შესრულება, მაქვს ჩემი მოსაზრება, კანონით ეს ასეც არის დადგენილი, თუმცა იგივე მსხვილი გარიგებების დიდი ნაწილი, გქნებათ ავტომობილის შეძენა, გინდათ ბინის უძრავი ქონების შეძენა, ყიდვა-გაყიდვა, ძირითადად წარმოებს სწორედ უცხოურ ვალუტაში და ძირითადად დოლარში. ის რეალობა, რაც დღეს საქართველოში არის, ამას ქვია არაფორმალური დოლარიზაცია, ანუ ოფიციალურ საგანმანათლებლო საშუალებად გამოცხადებულია ლარი, კანონით დადგენილია, რომ ერთადერთი საშუალებაა ტრანზაქციების განსახორციელებლად, თუმცა უდიდესი ნაწილი და მსხვილი გარიგებების უდიდესი ნაწილი სწორედ უცხოურ ვალუტაში ხდება, რაც შეეხება თუნდაც ამის აკრძალვა რომ მოხდეს, ამ შემთხვევაში ასეთი ჩარევა არ იქნება გამოწვეული ობიექტური გარემოებებიდან. იგივე წეგან ვახსენე და კიდევ გამემეორებ იმპორტი, რომელიც ძალიან მსუყეთ არის წარმოდგენილი ჩვენს სავაჭრო ბალანსში, ხო? ანუ ძალიან დიდია დოლარზე დამოკიდებულების დონე. აი როგორ ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ითქვას უარი ამ ვალუტაზე და ხელოვნურად მოხდეს მისი აკრძალვა ეს დოლარის სრული ჩანაცვლება ლარით
ჩემი აზრით, სრული თუ არა დიდწილად ჩამოსვლება უნდა მოხდეს თანდათანობით პერიოდულად ეროვნული ვალუტის მიმართ დობის გამყარებით, რაც თავისთავად გამოიწვევს მის ჩამოსვლებას და არა ასე ხელოვნურად და უხეში ჩარევით, იმიტომ რომ მსგავსი ცვლილებაც კი როგორც ახლა ბოლო პერიოდში განხორციელდა და მოხდა ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით, ფაქტობრივად წყალში ყრის ყველა იმ შრომას, რასაც ქვია ეროვნული ვალუტის მიმართ დობის გამყარება, რასაც ქვია დედოლარიზაციის გაცხადებული კურსი, რომელიც ეროვნულ ბანკს გააჩნია, მსგავსი ცვლილებები ნეგატიურად აისახება მოსახლეობის ცნობიერებაში, აღვივებს მასში იმ წარსულ და ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც უკავშირდება მსგავს ცვლილებებს და ბუნებრივია, ეხლა როდესაც არ გაქვს სტაბილური ვალუტა ეროვნული, ხელოვნური აკრძალვა ჩემი აზრით მიუღებელია. კეთილი, ნოდარ მე გადავალ ხა მეორე საკითხს, ეს არის გუშინდელი შეხვედრა პრემიერისა და ბიზნესმენების, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა, გაჟღერდა რამოდენიმე მესიჯებიც. თქვენი ორგანიზაციაც საკმაოდ აქტიურად იკვლევს ამ ბიზნეს სფეროსაც და თქვენ მაინც რას გამოყოფდით, რამდენად პოზიტიური იყო ეს შეხვედრა და რა ინტენსიურობით შეიძლება მოხდეს ასეთი დიალოგი. შეხვედრის ფორმატი და ზოგადად შინაარსი მსგავსი შეხვედრების ორგანიზების აბსოლუტურად მისაღებია და მივესალმები. მთავარია, რამდენად შედეგიანი იქნება, შედეგის მომცემი და ზოგადად შედეგზე ორიენტირებული მსგავსი შეხვედრები და ხომ არ იქნება ისინი უბრალოდ ფორმალური ხასიათის და იმ ილუზიის და მოჩვენებითობის შექმნის, რომ აი მთავრობას და ბიზნეს შორის არის აქტიური კომუნიკაცია. იქ შეხვედრაზე საკმაოდ ფართოდ იყო წარმოდგენილი ბიზნეს სექტორი და ძირითადად სწორედ მსხვილი ბიზნესმენები იყვნენ. რაც შეეხება შეხვედრის ფორმატს, გამომდინარე იქიდან, რომ მე არ ვესწრებოდი შეხვედრას და არ ვიცი რა მოხდა, ასე ვთქვათ, იმ სიტყვების მიღმა, რომელიც პრემიერმა იმ მოხსენების მიღმა, რომელიც პრემიერმა გააჟღერა, ან ფაქტობრივად მედია საშუალებების სწორედ ძირითადად გაჟღერდა ის, რომ ჩატარდა ეს შეხვედრა და ის მოხსენება, რომელიც პრემიერმა გააკეთა ამ შეხვედრაზე. თუმცა იმის შემდგომ რა დისკუსია წავიდა ბიზნესმა, რა საკითხები დასვა, გამოიყო თუ არა რაიმე სამუშაო საკითხები, დაიწყო თუ არა ამ საკითხებზე მუშაობა, ან დაევალა თუ არა ვინმე ამ საკითხებზე მუშაობის დაწყება, მსგავსი რაღაც, ანუ შედეგი რაც უნდა ყოფილიყო ამ შეხვედრის, ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის უცნობია ასეთი რამ თუ მოხდა საერთოდ იქ. მე არ მინდა ისტკიცება, რომ არ მოხდა რა, ვინაიდან არ მაქვს ინფორმაცია, არ მოსულა ელემენტარულად მსგავსი ინფორმაცია ჩემამდე. მსგავსი ტიპის შეხვედრები წინა პრემიერ-მინისტრსაც ჰქონდა ბატონ ბიძინას. როგორ ფიქრობ, ან რამდენად გაქვს ინფორმაცია იმ შეხვედრებს თუ მოყვა რაიმე ქმედებები? აი, ძალიან კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, რომელიც ნამდვილად ასე ვთქვათ 100% ვიცი და ბევრი პრეცედენტის გახსენებას არ დავიწყებ, ვინაიდან სხვა მაგალითების შესახებ რაღაც დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. არსებობს ასეთი ბიზნესმენი, ბატონი ირაკლიაშვილი, რომლის შესახებაც ალბათ საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომელიც მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობა მოვიდა, ერთი კონკრეტული საკითხის გადასაჭრელად იბრძვის. იყო ის შეხვედრაზე პრემიერთანაც, როდესაც ის ბიზნესმენებს ხვდებოდა, იყო აგრეთვე ცალკეული შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან კონკრეტულ საკითხზე, გადამზიდავების თემას გულისხმობ. და ეს საკითხი დღემდე აბსოლუტურად ადგილზე დგას და არის. 20 იანვრიდან გაუქმდება ბატონმა ფინანსთა მინისტრმა ბრძანა. მე არ ვიცი, თუმცა ძალიან დიდი ეს ინფორმაცია. ძალიან კარგი თუ ასეთი 20 იანვრიდან გაუქმდება ეს რეგულაცია. ძალიან აბსოლუტურად მივესალმები თუ მსგავსი ნაბიჯი გადაიდგმება, თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს ის არ ვიცი რა დავარქვა მას ყურადღების გაუმახვილებლობა, სიჯიუტე თუ რა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, ფაქტია რომ ეს საკითხი წელიწადზე მეტი პერიოდის განმავლობაში ადგილიდან არ ეძროდა. იყო სარჩელი საერთაშორისო გამჭვირვალობის მხრიდან, რომელიც
მათსავე სასარგებლოდ იქნება განჩინება, კი, სასამართლომ დააკმაყოფილა, მოხდა სამინისტროს მხრიდან გასაჩივრება არაერთ გზის რამდენიმე ინსტანციაში, ანუ თითქოს სამინისტრო ჯიუტად იცავდა იმ პოზიციას, რომელიც არ იყო ჩემი შეფასების შემთხვევაში არ იყო პრობიზნესური, ანუ არ იყო აზიანებდა ცალკეული ბიზნესმენების ინტერესებს. ხო, ძალიან კარგი თუ ეს შეიძლება, თუმცა ეს შეიძლება მოხდარიყო გაცილებით ადრე. და გაცილებით მარტივად გეთანხმებით აბსოლუტურად. ისევ შეხვედრას რო დაუბრუნდეთ, ნახოთ როგორ გაგრძელდება ეს შეხვედრები მომავალში, როგორ მოხდება სამუშაო ფორმატის შეთანხმება, ანუ თავარია რომ იყოს შედეგიანი კონკრეტული საკითხების გადაჭრა მოხდეს, არა მარტო პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ფინანსთა მინისტრის რამდენჯერმე შეხვდა ბიზნესმენებს, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს და რამდენიმე ძალიან კონკრეტული და ძალიან კარგი დადებითი ნაბიჯები იქნა გადადგმული, ბუნებრივია. მსგავსი ფორმატი მთავრობასა და ბიზნესს შორის ურთიერთობის მისაღებია, ნამდვილად საწინააღმდეგო არაფერია ამაში. ჩემთვის ერთი უცნაური დეტალი იყო ასევე შეხვედრიდან პრემიერისა ბიზნესმენებთან ის რომ ანუ შესავალ სიტყვაში ბატონი პრემიერი საუბრობდა მონოპოლიების პრობლემაზე და იმაზე რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართული ეკონომიკა ფაქტობრივად დაისაკუთრეს მონოპოლიებმა და ოლიგოპოლიებმა არა და ყველა ძირითადი სფეროს ყველაზე მსხვილესი მოთამაშეები სწორედ იმ შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი და აქვე ცოტა ესეთი კომიკური ცოტა უხეში ნათქვამი, ანუ რაღაც ესეთი სიტუაცია გამოვიდა, რომ ერთის მხრივ ხდებოდა ბიზნესმენებს, თანხმდებოდა მათთან ერთად ქვეყანაში ბიზნესის განვითარებაზე, როგორ უნდა მოხდეს ეს, რა პრობლემებია, როგორ უნდა გადაიჭრას და მეორეს მხრივ იქიჩნდა ადამიანები, რომლებსაც ირიბად ასე ვთქვათ, მონოპოლიების ფორმირებაში ჭალებში ადანაშაულებდა, ხო? რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია და ის კონკურენციის კანონმდებლობა, რომელიც ვერ ვიტყვი რომ მუშაობა არ მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, მუშაობა მიმდინარეობს და ძალიან აქტიურადაა ჩართული საექსპერტო წრეები და აგრეთვე ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები. ჩემი აზრით, მაინც გახანძლივდა და გაიწელა დროში ამ ცვლილებების შეტანა ამ კანონში, რომელმაც ბაზარზე რაღაც წესების დამკვიდრება ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოახდინოს და არა ისეთი ფორმალური წესების, რომელიც რეალურად დღეს არსებობს, ხო? როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა აქვს ამ ინიციატივას, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენადაც ვიცი, რამოდენიმე ჯერ შედგა სხვადასხვა ვარიანტების კანონ პროექტი ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მაინც დასრულებულია, ანუ იგეგმებოდა, რომ ანუ ეს განცხადება ერთი პერიოდი შევიდა კიდევაც პარლამენტში. პარლამენტში შევიდა ცვლილებათა პაკეტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მხრიდან, ინიციატორები იყვნენ ისინი და შემდგომ უკვე კანონ პროექტის შესამუშავებლად ეს მთავრობას გადაეცა. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობდა ამ თემაზე და დეკემბერში იყო განცხადება, რომ მთავრობის ხდომაზე უნდა განხილულიყო ეს პროექტი, შემდგომ გადაგზავნოდა იგი პარლამენტს და დაჩქარებული წესით წლის ბოლომდე, ანუ 2013 წლის ბოლომდე, დეკემბრის ბოლომდე მოხდარიყო მისი მიღება, განხილვა და დამტკიცება. თუმცა დღეს უკვე აბსოლუტურად სხვა თარიღი გვესმის, რომელიც არ არის კონკრეტული, პირიქით ძალიან ზოგადია, სახელდება რომ გაზაფხულამდე, უბრალოდ გაზაფხულის პერიოდის ჩათვლით აუცილებლად იქნება მიღებული ის ცვლილებები, რომელიც გათვალისწინებულია, ნახოთ დაველოდოთ კიდევ ერთხელ, მთავარია ერთხელ და სამუდამოდ შედგეს ეს ცვლილებები მიღებული იქნას და არა მარტო ცვლილებები იქნას მიღებული, არამედ აღმასრულებელი ორგანო, ანტიმონოპოლიური უწყება იყოს შესაბამისი უფლებებით და მოვალეობებით აღჭურვილი, უფლებამოსილებებით აღჭურვილი, რაც რეალურად ბაზარზე შეცვლის სიტუაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ტენდენცია, რომელიც ბოლო წლებია ვითარდება და გულისხმობ იმას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, ბიზნესის მთლიან ბრუნვაში
20%-მდეა ჩამოსული, თუმცა 2002 წელს დაახლოებით 32% იყო, ანუ ეს ტენდენცია კვლავ გაგრძელდება და ფაქტობრივად ისედაც მცირე ეკონომიკაში გვექნება სულ რამდენიმე კომპანიაზე სფეროების მიხედვით გადანაწილებული დარგები. რაც არ ამგონია კარგი იყოს, ანუ არაკონკურენტულ ვითარებაში ეკონომიკის განვითარება ცოტა წარმოუდგენლად მეჩვენება. ბრუდავონებთ შეხვედრებს თავი და ჩვენ რომ ვიმსჯელოთ. რეალურად დღეს ბიზნესში რა პრობლემა არის? გარდა იმისა, რომ ეს ანტიმონოპოლიური სამსახური დღემდე ვერ შეიქმნა და ვერ ამოქმედა შესაბამისი კანონმდებლობაც. რა პრობლემას აწყდება დღეს ადგილობრივი ბიზნესი? პრობლემებზე დაკვირვება შეგვიძლია იმ საერთაშორისო რეიტინგების ჩაშლებშიც, ანუ სტრუქტურულ გაშლაში, სადაც მითითებულია ცალკეული მიმართულებები და ამ მიმართულებებით საით არის რა მიმართულებებით არის პრობლემა, რა მიმართულებებია გასაუმჯობესებელი. აბსოლუტურად ასე ვთქვათ, ოფიციალურად და მკვეთრად გამოკვეთილია ესეთი საკითხები, როგორც არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, აგრეთვე სხვადასხვა ტექნიკური ფაქტორები, მაგალითად იგივე ელექტროენერგიაზე წვდომა და ასე შემდეგ. ანუ არის რაღაც მთელი რიგი მიმართულებები, სადაც ვითარება არის გასაუმჯობესებელი. რა თქმა უნდა, იგივე აქტიურად მიმდინარეობს საუბრები თავად ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან, რომ წნეხი მათზე მოიხსნა, არავინ აიძულებს რაღაც პროექტებში ფულის ჩადებას, ისე მათინების საწინააღმდეგოდ, არავინ აიძულებს ისეთი ხარჯების გაწევას, რომელთა გაწევასაც სხვა შემთხვევაში არ ჩათვლიდნენ მიზანშეწონილად. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთ პირობებში მიეჩვიოს ბიზნესი, გადაიწყოს ასეთ პირობებში და დარწმუნდეს მართლაც, რომ ეს არ არის დროებითი, ეს არ არის ახალი ცოცხი კარგად გვის პრინციპი, და ის დარწმუნდეს იმაში, რომ გავადრო და ხელისუფლება არ შეცვლის თავის მიდგომას და ასე ვთქვათ, თავის ნებაზე ეყოლება ბიზნესი მიშვებული კარგი გაგებით ვამბობ, რა თქმა უნდა ამას. როდესაც ბიზნესი დარწმუნდება ამას და დარწმუნდება ამაში ის უფრო მოქნილი იქნება გადაწყვეტილებების მიღებაში, უფრო თავისუფალი იქნება, რისკი მისთვის პოლიტიკური იქნება შემცირებული და ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ეხება ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებას. დოკუმენტი მზად არის უკვე, მზად არის არ გულისხმობ იმას, რომ დამტკიცებული და მიღებულია, მზად არის განსახილველად. თუ არ ვწდები უახლოეს მომავალში, ან დაახლოებით ერთი კვირის ვადაში მოხდება მისი განხილვა, მოგეხსენებათ ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობდნენ ამ დოკუმენტზე, მისი განხილვა სრულყოფა დახვეწა და იმ საბოლოო ფორმის მიღება, რომელიც უკვე შემდგომ ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის და მათ შორის ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებისთვის, ბიზნესისთვის ეს იქნება კარგი გზამკვლევი და ინფორმაციის წყარო იმისთვის, თუ რას აპირებს ქვეყანა მომდევნო წლების განმავლობაში, რა მიმართულებებით აპირებს სვლის გაგრძელებას, რა ტიპის ეკონომიკის შენებლობას, ამ ეკონომიკაში რომელ დარგს რა ადგილი ეჭირება და რა იქნება პრიორიტეტული დარგები და მათი ამ დარგების უკვე ცალკე განვითარების მიმართულებები იქნება წარმოდგენილი, რაც ბიზნესისთვის იქნება დამატებითი ინფორმაციის წყარო და ჩარჩო მიმართულება და გენერალური მიმართულება, რაც როგორც საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება, ისე ბიზნეს გარემოს პროგნოზირების გაუმჯობესებითაც ეს თავის როლს შეასრულებს, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ბიზნესს. ნოდარ, საქართველოში მცირე და მსხვილ ბიზნესს, თუნდაც იგივე საშუალო ბიზნესიც რო ჩავთვალოთ, მათი პრობლემები, თქვათ, განვითარების თვალსაზრისით რამდენად იდენტურია საქართველოში? ვერ ვიტყვი, რომ როგორც მსხვილ ისე მცირე და საშუალო ბიზნესი ერთ და იგივე პრობლემები აწუხებს. არის პრობლემები, რომლებიც მაგალითად ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის საკითხი. მსხვილი ბიზნესისთვის ეს პრობლემა ფაქტობრივად
ძალიან მცირე, ანუ მარტივად იღებს იმ ფინანსებს. გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია მისთვის, თუნდაც იმ აქტივების მოცულობიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია, უზრუნველყოფის მეტი შეთავაზების უნარი აქვს და საშუალება, მცირე ბიზნესი აბსოლუტურად მოკლებულია ამ ფუფუნებას, ასე ვთქვათ, რომ არაფერი ვთქვათ, ბიზნესის წამოწყებაზე, ანუ სტარტაპებზე, რა მიმართულებითაც ასევე მთავრობის მხრიდან წელს იგეგმება რაღაც ნაბიჯების გადადგმა, ეს არ იქნება მასშტაბიანი ნაბიჯები, თუმცა დასაწყებად მე ვფიქრობ საკმარისია, თუნდაც სტარტის გამოსაცდელად რომ კი რა თქმა უნდა, იგივე თუ პირველი ნაბიჯი არ გადავდგით, უნებრივია ვერსიარულს დავიწყებთ ამ მიმართულებით და ეს თანხა რაც არის გამოყოფილი, ბუნებრივია რაღაც მკვეთრცლილებას და ნახტომის ეგურცლილებას ვერ გამოიწვევს, თუმცა ეს იქნება გარკვეულწილად საცდელი მოდელი, ასე ვთქვათ, რომელმაც თუ გამართლა, ალბათ მომავალში უფრო გააქტიურდება მთავრობა ამ მიმართულებით. რაც შეეხება დანარჩენ პრობლემებს, ალბათ იგივე სამართლიანობის პრობლემებს ხილ ბიზნეს უფრო ექმნებოდა და ეს პრობლემა მათ უფრო ეხებოდათ იგივე მათი მასშტაბებიდან გამომდინარე. თუნდაც იგივე კონკურენციის თემა სწორული ბიზნესისთვის უფრო ტკივნეულია ვიდრე მსხვილისთვის, რომ ფაქტობრივად როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ბარიერები ისე აბრკოლებდა ციბინა, ანუ უკვე ისე ჩამოყალიბდა საბაზრო სტრუქტურა სხვადასხვა დარგებში, რომ მისი შეცვლა რაღაც რომელიმე კომპანიის გაძლიერება, რომელიც ანუ ფაქტობრივად ბაზრის სტრუქტურა ჩამოყალიბდა და ნებისმიერ ბაზარი აიღეთ, სადაც კონკურენციის პრობლემებზე მიდიოდა საუბარი. ის სტრუქტურა, რომელიც ამ ბაზარმა მიიღო რამდენიმე შეიძლება 1 წლების განმავლობაში და უფრო ადრეც, დარჩა და დარჩა. ფაქტობრივად ახალი ბიზნეს სახე ბოლო პერიოდში ქვეყანაში არ გამოჩენილა. ძალიან დიდი მადლობა, ნოდარ, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, თორე დიდი მადლობა თქვენ. უფრო შეგვეძლო გარკვეული სახის თემები განგვერცო. მე კი ჩვენს მაყურებელს და მსმენელს შევახსენებ, რომ ჩემი სტუმარი იყო ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე. მე გადაცემის წამყვანი ოთარ ანგურიძე ვარ. გემშვიდობებით მოვალ შეხვედრამდე.